დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა. წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა გაპარტახებულია. დონალდ ტრამპი ამერიკის მიერ გამოყოფილ მილიარდიან თანხაზეც საუბრობს. მოდით დავფიქრდეთ, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატები დაითანხმა, რომ 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომლის მოგებაც შეუძლებელია და რომელიც არასოდეს არ უნდა დაწყებულიყო. ეს არის ომი, რომელსაც ზელენსკი ამერიკის და ტრამპის გარეშე ვერც მოაგვარებდა. ამასთან ზელენსკი აღიარებს, რომ მისთვის ჩვენ მიერ გაგზავნილი ფულის ნახევარი დაიკარგა. ის უარს აცხადებს არჩევნებზე, მას აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი და ერთადერთი რამ, რაც კარგად გამოუვიდა ის იყო, რომ ბაიდენი თავის დაკრულზე აცეკვა. ამ უარჩევნებო დიქტატორმა ზელენსკიმ ჯობია სწრაფად იმოქმედოს, თორემ მისი ქვეყნისგან აღარაფერი დარჩება. ამ დროს ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან, რომ ეს ომი დავასრულოთ. ყველა აღიარებს, რომ ეს მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაცია შეუძლია. ბაიდენს არც უცდია, ზელენსკის კი სავარაუდოდ სურს, რომ მუქთა მჭამელობა განაგრძოს. უკრაინა მიყვარს, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა. მისი ქვეყანა განადგურებულია, მილიონობით ადამიანი უსაფუძვლოდ არის დაღუპული და ასე გრძელდება.